რა თქმა უნდა, სოფლიოში არსებობს ფაქტიურად ცალსახა კონსენსუსი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებითაც, რომ კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ზეგავლენა. არსებობს ასეთი მიმართულებაც კი კონსენსუსი 97%. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში მომუშავე მეცნიერების 97% თვლის, რომ ადამიანის კვალი კლიმატის ცვლილებაზე არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ შეიძლება რჩება, რომ ეს 3% მთლიანად საქართველოში არის თავმოყრილი და ეს 3% საქართველოს ხარჯზე გახდა, იმიტომ რომ მეცნიერებიც, ვინცაც პრეტენზია აქვს, ზოგჯერ ამას იძახიან ხოლმე პოლიტიკოსები ხო თავისთავად და პრობლემა არის, რომ კლიმატის ცვლილება ერთია, მაგრამ გადაწყვეტილებებში როგორ აისახება ეს საკითხი. არასერიოზულად აღიქვავენ, ზოგჯერ გაბაიბურება ხდება ხოლმე, მაგრამ თავარი ის არის, რომ ვინც სერიოზულადაც აღიქვავს, თქვა გადაწყვეტილების მიმღებები და პოლიტიკურ დონეზე, მერე რა საქმეს აყოლებენ ამას, ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად, რომ შოუში მოხდა ტრაგედია, გურიაში მოხდა ტრაგედია და კლიმატის ცვლილება არის. ეს თავისთავად ამის მიზეზი. კლიმატის ცვლილება არის, მაგრამ რომ შევადაროთ საყოფაცხოვრებო ემაზე, ხო? არსებობს ეგეთი გამოთქვა, რომ ძველად იყო ხოლმე და ახალაც ალბათ, რომ ზამთარში მოულოდნელად მოვიდა თოვლი. რა თავისთავად თოვლი ადრე თუ გვიან მოვა, უბრალოდ ამისთვის მზაობაა საჭირო. კლიმატის ცვლილება არის გარდაუვალი და ის გარკვეულ ცვლილებებს იწვევს ბუნებაში და ამისთვის საჭირო არის მზადება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. აი, ახალგაზრდობაში ადამიანი რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდა, ისეთი ცხოვრების წესით ვერ ცხოვრობს, ხო, თქვა ფიზიკური დატვირთვა იქნება, თქვა ალკოჰოლის მიღება თუ ასე შემდეგ და რო თქვას ექიმმა, რომ ახლა რა ვქნა, ასაკმა მოუწია და წნევა ემასაკნა. წნევისთვის არსებობს წამალი და ასე შემდეგ. ასე არის კლიმატის ცვლილებაც და სოფლიოს აქვს ასე ვთქვათ გაწერილი თუ რა უნდა მოიმოქმედოს და როდესაც იმას არ მოიმოქმედებს, მაშინ შედეგები ამ სტიქიური უბედურებების არის გაცილებით მძიმე. აქ ჩვენ ესა თუ სტიქიური მოვლენა შეიძლება ვერ შევაჩეროთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ ზეგავლენა ვიქონიოთ იმაზე თუ რა ზეგავლენა აქვს ამ კლიმატის ცვლილებას ადამიანის ცხოვრებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ადამიანის სხერბლზე თუნდაც, ხო? აი ეს არის მთავარი ხოლმე. ჩვენ რომ გადავხედოთ თქვა შოუში, როდესაც არის მოხდა ეს რაც მოხდა, იძახიან კლიმატის ცვლილება მოხდა და შემდეგ როდესაც თქვა გარემოს დამცველები მიუთითებდნენ იმაზე, რომ საჭიროა ყოფილიყო გარკვეული გაფრთხილების სისტემა, სასიგნალო სისტემა. არანაირ ნოლზე არის და პასუხს ხვნიან ხოლმე ეს ოფიციალური პირები რაღაც როგორ ვთქვა, რაღაც რეალობას წარმოადგენენ და მე იმას ცემენ პასუხს. მაგალითად ასე მოხდა იგივე დარიალის ხეობაში რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მოხდა გლაციალური ღვარცოფი და ადამიანის სხერბლი მოხდა. თქვათ რაღაც ესეთი მითი შეჰქმნეს, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ ჰესებმა გამოიწვიეს ეს მყინვარწვერიდან გლაციალური ღვარცოფი და მე შექმნეს კომისია და კომისიამ დაადგინა, რომ ეს არ გამოუწვია ღვარცოფი. არ და საქმე არის პირიქით. გარემოსდამცველები ამბობდნენ, რომ სანამ რაიმე საქმიანობას დაიწყებ, უნდა საფუძვლიანად გარემოზე ზემოქმედება შეაფასო და გარემოზე ზემოქმედება არის ორი მხრივ, არა მხოლოდ ის, რაც საქმიანობა რაზე გავლენას ახდენს გარემოზე, არამედ პირიქით, გარემოს რაზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს აი ამ ფაქტორებზე და როდესაც საუბარი იყო, რომ ამ ადგილზე ეს არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან წაიღებდა სტიქია. ამის საპასუხოდ მოიგონეს, რომ იცი რა, ეს არ გამოუწევია. იგივე იყო ახლა ამ შოუშიც. იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, აიღიარებინათ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო სასიგნალო სისტემა, გაფრთხილების სისტემა, პასუხი რა იყო? თქვათ, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა მეწყერს ვერ შეაჩერებდა. ვინ გთხოვს შე რომ მეწყერი შეაჩეროს სასიგნალო სისტემა. მეორე საკითხი საინტერესოა, ბატონო ირაკლი, სპეციალისტები როგორც საუბრობდნენ, აი კოტეჯები, სადაც იყო განლაგებული, იქ არ შეიძლებოდა მაგალითად ამ კოტეჯების აშენება და ასეთი ბევრია, ხო? აი ამ კუთხით როგორ არის ადაპტირებული საერთოდ ადამიანი?
პრევენციის კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. სწორედ ეს არის კლიმატის ცვლილებას, როდესაც აღიარებ, შემდეგ არის ეს პრევენციული ღონისძიებები და ადაპტაციის ღონისძიებები. ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებები არამხოლოდ საქართველოს ზოგად ფაქტობრივად მიღებულია, რომ დასახლებები უნდა მოშორდეს სანაპირო ზოლებს. ეს იგულისხმება როგორც ზღვის სანაპირო ზოლი, ასევე მდინარეების სანაპირო ზოლი. მით უმეტეს მდინარეების კალაპოტებში და მდინარეების ესე ვთქვათ, კალაპოტების შეცვლა და ყოფილ კალაპოტში აშენება შეუძლებელია, როგორც ეს არ შეიძლება. აი მთაში მაგალითად საქართველოში პრობლემა რა არის, რომ ეს ყველაფერი ახალი ცოდნა კი არ არის. ადამიანებს ისტორიულად ჰქონდათ ასეთი ცოდნა. მთაში მაგალითად საძირკველს რო თხრიდნენ სახლის, ხო? იქ თუ რგვალქვას იპოვრიდნენ, იმ ადგილას არ აღძელებდნენ. რგვალი ქვა ნიშნავს, რომ ოდესღაც წყლის ჩამოტანილია და ერთხელ თუ ჩამოიტანა წყალმა, სხვა დროსაც ჩამოიტანს. ამიტომ სხვა ადგილზე უნდა აშენებულიყო. და ასე შემდეგ. იგივე სანაპირო ზოლებს უნდა მოშორდეს სახიფათო ნარჩენები, უნდა მოშორდეს, თქვათ, წყლის გამწმენდი ნაგებობები და ასე შემდეგ. ჩვენთან რა ხდება? პირიქით, წყლის გამწმენდი ნაგებობებს არათუ აშენებენ წყლის სანაპიროზე, პირდაპირ მთელი კანალიზაციები ჩაედინება მდინარეებში, ხო? აი ესეთი რაღაცები ხდება. კიდევ ერთი ფაქტორი ადაპტაციის რა არის ის, რომ ხელი შეუწყონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ისეთ სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებს, რომლებიც ნაკლებ წყალს მოითხოვს და არა პირიქით. ჩვენთან პირიქით ხდება, მაგალითად, უდაბნოში პლანტაციების გაშენება სხვადასხვა ხეხილის, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს და გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების გაღარიბებას და დეგრადაციას და ზოგიერთ სახეობას გაქრობის საფრთხე შეუქმნებს, რომელიც არის სტეპების და ნახევარუდაბნოების სახეობები. თვითონ ამ მეწარმეებსაც დროთა განმავლობაში ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ იორის წყალი ხა რამდენ თქვათ ფსტის და ნუშის პლანტაციას ეყოფა, გარკვეულ ლიმიტი არსებობს ამისიც, ხო? იგივე თქვათ, როდესაც თქვენ საუბრობთ, ხო, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ადამიანმა რაც მოიფიქრა კაცობრიობამ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეს არის რაც შეიძლება დიდ ფართობებზე მაღალი ხარისხის ეკოსისტემების შენარჩუნება, შეიძლება დიდ ფართობებზე დაცვა შექმნა დაცული ტერიტორიების. და რაც თავარია ხარისხიანში რა იგულისხმება, უნდა იყოს სრული ეკოსისტემა დაცული. ანუ პირველ რიგში დაცული უნდა იყოს მდინარეები და მდინარეთა სათავეები. თუ შევატარებთ ჩვენთან რაჭას, ხო? რაჭაში სულ ბოლოს 1 წლის წინ შეიქმნა დაახლოებით ეროვნული პარკი და თანაც ეს ეროვნული პარკი ისე შეიქმნა, რომ ყველა მდინარე და მდინარეთა სათავე ამოღებულია. რატომ? იმიტომ რომ მავანთ სურთ იქ ჰესების განვითარება, მათ შორის იმ მდინარეებზე, რომელმაც ახლა სტიქია გამოიწვია. წარმოიდგინეთ ახლა იქ რო ყოფილიყო. ამოჭრილი არის დიდი ფართობები ამ ეროვნული პარკიდან იმ მიზნით, რომ იქ დაიწყოს წიაღის მოპოვება. თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც ამ საუბრობენ იმაზე, რომ ეროზია არის დაწყებული ამ მთებზე, დიდი დაქანების ფერდობები არის, სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება კლდეზვავი გამოიწვიოს ამ ფერდობებზე, რომ ყოფილიყო ან მომავალში რომ დაიწყოს აფეთქებებით და ღია კარიერული წესით წიაღის მოპოვება, თქვათ, ოქროს მოპოვება და არიშხანის და ასე შემდეგ. რა შეიძლება გამოიწვიოს, ხო? ამიტომ ბუნების გაფრთხილება, ბიომრავალფეროვნების გაფრთხილება არ არის მხოლოდ ჩიტების და რაღაცა ხვლიკების და თევზების გაფრთხილება. ეს არის პირველ რიგში ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა. გურიაზე მინდოდა მეკითხა ბატონო ირაკლი, იქ ადგილობრივებს თუ მოусვენთ, ისინი ამბობენ, რომ ანუ არ უნახავთ მსგავსი წყალდიდობა გურიაში და ზოგიერთი ამას უკავშირებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სწორედ იქ რასთან გქონდა საქმე? გურიაში საშინელება ხდება ვანდალობასთან არ გვაქვს საქმე, როგორ ეპყრობიან მდინარეებს. მდინარეებიდან ქვახრეშის ამოღება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეკოლოგიური პრობლემა საქართველოში. ზოგადად წიაღის მოპოვება არის გარემოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დატვირთვა. თქვათ, ტყის ჭრას ვერ შეადარებ, ან იგივე ტყის ხანძრებს და ასე შემდეგ. წიაღის მოპოვების შედეგად ბუნებაზე მიყენებული ზარალი შეიძლება ძალიან გვიან აღდგეს ან საერთოდ ვერ აღდგეს. და ამ ბუნების დაცვის და იგივე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გათვალისწინების მთავარი მექანიზმი, რაც კაცობრიობას მოიგონა, ეს არის საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სამწუხაროდ, ბევრი წლის განმავლობაში 2006 წლიდან 2018 წლამდე ჩვენ გვქონდა კანონმდებლობა, რომელიც უშვებდა წიაღის მოპოვებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. სწორედ ეს გახდა საფუძველი ასეთი ვანდალური მოპყრობის მდინარეების მიმართ, ან თუნდაც ის ფაქტი, რაც მოხდა საღდრისში. 2006 წლამდე კანონმდებლობით ეს ვერ მოხდებოდა.
ასეთი კანონმდებლობა არის ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნებში ან ძალიან დიქტატორულ ქვეყნებში, მაგალითად, იყო პინოჩეტის ჩილეში, როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მოიპოვებოდა წიაღი. ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა კანონმდებლობის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობის და წიაღის მოპოვება დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მაგრამ საკმაოდ გვიანი არის. იმიტომ რომ უმეტესი კარიერები უკვე გაყიდულია და უკუქმედების ძალა არ აქვს. და კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, რომ ის რაც საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება და უარესი არის და არ შეესაბამება ევროკავშირის ანალოგიურ დირექტივებს, ის რომ ქვახრეშის მოპოვება მდინარეებიდან კვლავ საქართველოში რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა ევროკავშირის ანალოგიურ დირექტივასთან. და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ მდინარეებს, როდესაც აცლი, თქვათ, მდინარეებიდან ქვახრეშის ამოღება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან უხეშათერევი ბუნებრივ პროცესებში და მათ ბუნებრივი მედეგობა უბრალოდ მოსპობილი არის. იქ მერე შეიძლება იყოს შემდგომი კვლევის საგანია, რამდენად სწორად იყო გაყვანილი გზები. შეიძლება გზების გაყვანამ კიდევ სხვა ფაქტორები გამოიწვია, ბუნებრივი დრენაჟი აღარ ხდებოდა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეს თქვა დატბორვის ინტენსივობა და წყალმოვარდნების ინტენსივობა. თუმცა ეს შემდგომი კვლევის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია ის, რომ კლიმატის ცვლილებას და სტიქიურ მოვლენებს, როდესაც ელოდები, ადამიანი სხვანაირად უნდა მოემზადოს და არა უარესი გააკეთოს. აი, როდესაც ადამიანი არის სიტყვაზე წნევისადმი მიდრეკილი, ხო? მან უნდა მიიღოს წინასწარ პრევენციის წამალი და არა, თქვა, ღვინის მას მოუხშიროს, ხო? აი ესე ვიქცევით ჩვენ.